აი ეს ვიდეო ხო ყველა ადამიანს გაქვთ ნანახი. ქართველებო გარეთ მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში. შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშან ტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით გამოგადგებათ. აი ეს იმ ხალხის გასაგონად, რომლებიც ამბობდნენ, რომ არანაირი მეორე ფრონტის მოთხოვნა არ იყო დასავლეთიდან, უკრაინა ჩვენი მეგობარია, უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს გვერდით ედგა. ფაქტი, სადაც გორაჩენკო საუბრობს, რომ ქართველებს უნდა გაისეირნათ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები, მეგობრებო, როგორც ჩვენ შევაფასეთ, Deep State-მა საქართველოში ჩაისვარა ყველანაირად, რადგან მათი დაფინანსებული NGO-ები, არასამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობოები და მთელი ეს სამშობლოს გამყიდველი ადამიანება რო ვერ გაამართლეს და თავიდან ბოლომდე ჩაისვარეს ყველანაირად. ეხლა გადავიდნენ გეგმა B-ზე. ეხლა გეგმა B რას ითვალისწინებს? ეს ძალიან საინტერესო. როგორც იცით, ივანიშვილს ჰქონდა დავა კრედიტ შვეიცარიულ ბანკ კრედიტ სუისთან, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გადაწყდა, რომ ივანიშვილა მოიგო ეგ დავა, საუბარი 6-9 მილიონ დოლარზე, რამდენადაც მე ვიცი. და ეხლა უყურეთ რა გამოაქვეყნა ამ დიდი ბრიტანეთი და დაფინანსებულმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ. საუბარი მაქვს თინა ბოკუჩავაზე, iPhone შიკაზე, ეს განთქმული ლეგენდა, რომელიც ლეგენდებით ყველათ არ ყალიბდება, მეგობრებო, რაღაცას ყოველთვის დგას ის ყველაფერი. მინდა მივმართო პრეზიდენტ სააკაშვილს. მიშა. რომელიც ითხოვენ ესეთ რაღაცას, რომ თუ გინდა შენ ეს ფული მიიღო, საქართველოს უნდა დაუბრუნო ქართველ ხალხსო. ქართველ ხალხს კი არ უნდა დაუბრუნო. უნდა დაუბრუნო ოპოზიციას, რომელიც ჩვენ გვაწყობს თქვენს ქვეყანაშიო. ამ სტატიას და ყველაფერს მე თქვენ განახებთ, სხვადასხვა უამრავ მტკიცებულებას, ორბანიდან დაწყებული, დამთავრებული, ისა რა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატების მაგარი დაპირისპირებაში თვითონ ანგლოსაქსებთან, საუბარი მაქვს ბრიტანულ Deep State-ზე. United Kingdom, where's United Kingdom? Where's Russia? Come here. Is everything going good? Very good. It's very nice that you're here. These people all came in like 20-minute notice, and I think it's fantastic. And we have so many others, and just so many others. And რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აყალიბებენ მთელი ევროპის მასშტაბით კამპანიას არალეგალი მიგრანტების ჩასახლების, გაპიდარასტების და მთლიანად სოციალური ჩანაცვლების სხვადასხვა პროექტებს, საქართველოს როგორც რიმლენდის ზღუდე სწორედ მათ საზღვართან მდებარეობს, ანუ გეოპოლიტიკურ საზღვართან, ჰართლენთან, ანუ რუსეთთან და შესაბამისად გადავიდნენ გეგმა B-ზე, რომელზეც მე აქ საუბარს თავიდან ბოლომდე ვაპირებდეთ ამ ხილებას, თუ როგორ ვაჭრობენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, თუ როგორ გვემუქრებიან ჩვენ, რომ ჩვენ თუ მათ დაკრულზე არ ვიცეკვებთ, როგორ დაასრულებს საქართველოს საკუთარ პოლიტიკურ ევროპულ, ესე ვთქვათ, იმიჯს. ნუ სხვადასხვანაირი მუქარაა, ამაზე ვრცელავ ვისაუბრებ, ასე რომ დაალაიქეთ მეგობრებო ვიდეო. გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მოდი ხა თავიდან ბოლომდე ზოგადად ისტორიულად გავყვეთ რა არის დიდი ბრიტანეთი და რატომ ეზიზღება დიდ ბრიტანეთს საქართველოს. მოდი ხა დავიწყოთ საუბარი აი ამ ცნობილი სტატიიდან, ეს არის დაახლოებით რამოდენიმე თვის უკან გადაღებული, ეს თქვა დადებული სტატია ინტერნეტში, თინა ბოკუჩავა ბრიტანეთში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობას განვიხილავთ. ანუ ეს არის წარმოიდგინეთ ოპოზიციონერი ჩადის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შიდა establishments, ესე ვთქვათ, უკრავს გეგმას და აყალიბებს შეთქმულებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ თუ ისინი, ანუ ჩვენ არ გავატარებთ მათ პოლიტიკას, ნუ ამ შემთხვევაში ივანიშვილზე რატოა ეხა? ივანიშვილი რატო? ესაა ძალიან საინტერესო ეხა. ჩემთან არავინ არ მოვა. მე გაღლეტილი ვარ ეხა. მე არავინ არ იმას მიზავს, რა ქვია, დამემუქრება რაღაცებით, იმიტომ რომ ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ მე არ გამოჩნია ის ქონება, რაც ივანიშვილს გააჩნია. შესაბამისად ეხა ნახეთ რა ხდება. ეხა კრედიტ სუისმა, შვეიცარიულ ბანკმა, ხო, უკან ბრიტანეთში ხო გადაწყდა, რომ ივანიშვილს უბრუნდება ეს თანხა. იმ პირობით, ნახეთ ეს აპირობით. თუ აი ეგ რა გვერდზე მაქვს სტატია გახსნილი. როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად კრედიტ სუისთან დავა მოიგო, თუმცა მისი ადვოკატის წერილი ირკვევა, რომ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ მას Deep State-ი კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას გამარჯვების შემდეგ მაინც მისცემს, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივებს პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ აქვს, ამასთან ბოლო ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა მისი თანხა მიითვისა და ბანკისგან ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ ღიად განაცხადა, რომ ივანიშვილი დაიბრუნებს თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს
დაუბრუნებს ქვეყანას. თინა ბოკუჩავა ამ განცხადებით პირდაპირ აღიარებს, რომ ბანკის მიერ ნაძარცვი თანხა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენება. ეხლა უყურე მე რატო გამოვიყვენ ეს სტატია. ნახეთ, ეს ქალი სააკაშვილის ყოფილი საყვარელი, რითიც თავის პოლიტიკური კარიერა და მთელი თავის ქულები და ყველაფერი მის დააგროვა, ბრიტანეთში ხშირად დადის და დავალებებს იღებს იმ ქვეყნიდან. ეს ხალხი მე მელაპარაკება, რომ არ არიან უცხოური აგენტურის ან მათ ქსელთან დაახლოებული პირები. ეხლა მოდი, ეს არის მეორე ძალიან საინტერესო სკრინი, რომელსაც ეხლა თქვენ განახებთ. ნახეთ, ეხლა გამოდის, ეს ხო გავიდათ, რომ ეხლა იქიდან ორი თვე. მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების გზა. რომელი დემოკრატიული განვითარების გზა უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს, რომელმაც საკუთარი ნებით გადაწყვიტეს საკუთარი პოლიტიკური მომავალი. მეგობრებო, დიდი ბრიტანეთი მე-20 საუკუნიდან, მე საუბარი მაქვს, აი თქვენ თუ ისტორია კარგად იცით, გეცოდინებათ, აი მაზნიეშვილმა როდესაც აიღო ერევანი, გახსოვდეს ისტორიული ფაქტი, ბრიტანეთი რომ არა, ქართული ჯარები ერევანში რჩებოდნენ. გაურკვეველი მიზეზის ანაცვლოდ ბრიტანეთმა ეს ჯარები უკან დააბრუნა. ბრიტანეთის მიერ საკუთარი ჯარების გადმოსხა ბათუმში, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ისტორიული ფაქტი. ნუ ხა ბრიტანელები თავის მთელი ისტორიის განმავლობაში რა იმხელა იმპერიებს ფლობდნენ და როგორ манипуლირებდნენ, როგორ ამწარებდნენ საკუთარ ქვეყნებს, ეს ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა სწორედ დიდი ბრიტანეთის აი ეს სამეფო საზღვაო ძალების პერიოდში, როდესაც ათვისებული ქონდა აბსოლუტურად ყველაფერი. მაგრამ რაც დრო გავიდა, დიდი ბრიტანეთი თავიდან ბოლომდე გადაიწყო ვესტერნიზაციის იმ რა ქვია პოლიტიკურ ნომენკლატურაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებით, ელჩებით და სამოქალაქო საზოგადოებით ვაჭრობენ პოლიტიკური ინტერესებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ნუ განსაკუთრებით ეს რიმლენდის მოსაზღვრე გეოპოლიტიკურ ხარებში, მაგალითად საქართველო, უკრაინა, გაიხსენეთ ერთი ძალიან ცნობილი ფაქტი, ვინ ჩაშალა სტამბულის ძალიან ცნობილი სამშვიდობო შეთანხმება რუსეთ-უკრაინას შორის. ვინ იყო ბრიტანეთის პრემიერი? ბორის ჯონსონი, რომელმაც კაცრად ხელი აუქნია ზელენსკის და უთხრა, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეწყვიტა ეს ომი. რატო? იმიტომ რომ ბრიტანეთს ეს ომი აწყობდა. რატომ? იმიტომ რომ ბრიტანეთში არიან ანგლოსაქსები. რატომ? იმიტომ რომ BlackRock-ს აქვს ყველაზე დიდი ასეტები დიდ ბრიტანეთში. აქ არის საუბარი მორგანები, ნუ როთშილდები ხა ისტორიულად და BlackRock-ი თავიდან, ნუ ვანგარდის თეისტეთი ეს უკვე ეს ქვედა ეშელონებია, ნუ ეგ თუ ქვედა ეშელონებია, იმ ხელ კორპორაციები ეგ რო ატრიალებენ ყველაფერს. ეხლა რაში ჩანს ანგლოსაქსების ხელწერა. ეხლა რო ვიცოდეთ. სოფლიოს ყავს ორი deep state, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით უკვე, ხო? ერთი არიან ანგლოსაქსები, რომლებიც არიან დიდ ბრიტანეთში გამაგრებულები და მათი პოლიტიკური რადიუსი არის ევროპული სახელმწიფოები ძირითადად, იმიტომ რომ ისინი კაცრად არიან დაპირისპირებული მაგალითად ისრაელთან, ისრაელის უკანა ამერიკის შეერთებული შტატების მაგას ეხა რო სიონისტები ყავს ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. სიონისტები და საქართველოს პოლიტიკური ელიტა, ანუ საქართველოს ეს პოლიტიკური ინტერესები არიან თავიდან ბოლომდე თანხმედრაში. რატო? საქართველოს აქვს ისრაელთან ძალიან კარგი ურთიერთობა. დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და სხვადასხვა ევროპულმა სახელმწიფოებამ მიიღეს ამზაფხულს კანონი, ანუ декларация, რითიც აღიარეს პალესტინის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ნუ ეხა თვითონ შექმნეს ისრაელი ჯერ, რავი, 70 წლის წინ და ეხა გამოვიდნენ, ეხა ვაღიარებთ ჩვენ პალესტინას. რატო? იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, სწორედ ისრაელის წინააღმდეგ, რითიც დაიწყო კაირს ტრამერი არის ფემინური გეი აქტივისტი. ბრიტანეთის პრემიერზე მაქვს ეხა საუბარი. ეხა ვინმეს თუ ეგონია რომ ბრიტანეთის პრემიერმა გადაწყვიტა ეხა რომ ამხელა ზალას ეხა სიონისტებს დაპირისპირებოდა, ეს არის ტყუილი თავიდან ბოლომდე. ეხა კაირს ტრამერი არის ადამიანი, რომელიც არის ყველაზე არაპოპულარული ფიგურა თვითონ ბრიტანეთში. იმიტომ რომ მემარჯვენების ნიჯელ ფარაჯის პარტია ეხა ლიდერობს და ყველანაირი პოპულარობი ძალიან მალე ჩაანაცვლებს მას. იმიტომ დიდ ბრიტანეთში არის სწორედაც ანგლოსაქსების მიერ გატარებული ისეთი პოლიტიკა, რითიც ბრიტანეთში ბრიტანელები აღარ არიან. ოღონდ ეს არის სოციალური პროგრამების ის მთელი პროექტი, მეგობრებო, რომელიც ითვალისწინებს პირველი უკონტროლო მიგრაციის ხელშეწყობას. ეს არის საუბარი, როდესაც ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან არალეგალურად ჩადიან ბრიტანეთში. ეგ ერთი. მეორე, სოციალური ჩანაცვლების იდეა. ანუ ჩასული არალეგალები იღებენ, ანუ იმის მაგერად შენეგეთი ხალხი გაადეპორტო. ეხლა საქართველოში ეგრეა, მიგრაციის პოლიტიკა, მიგრაციის დეპარტამენტი რას აკეთებს? არალეგალი მიგრანტი შედის, ჩვენ ყვრით ამ ქვეყნიდან. რატომ ეს შეგიძლიათ მიგრაციის დეპარტამენტის, უბრალოდ როგორ შეგიძლიათ გადამოწმოთ მიგრაციის დეპარტამენტის საიტზე? ამაზე ვიდეოც მიდევს, რომ არალეგალი მიგრანტები როდესაც ჩამოდიან, საქართველო მათ ყრის. ბრიტანეთი პირიქით თავშესაფრებს აძლევს, სამუშაოებს აძლევს, იმას რა ქვია, გირვანკასტერლინგებს უხდის ყოველთვე,
გაგიჟებულები არიან, მათ შორის ტომი რობინსონი, რომელიც არის ულტრამემარჯვენე ფლანგის ერთ-ერთი ლიდერი. მაგაზეც მაქვს ცალკე ვიდეო ჩაწერილი 200,000 ბრიტანელი რო ინგლისელი რო გამოვიდა ლონდონის ქუჩებში, რომ დაიღალნენ, რომ არალეგალი მიგრანტების მიერ კრიმინალის ზრდა არის არანორმალურად მაღალი თავიანთ ქვეყანაში. როდესაც ბრიტანეთი იმყოფება ამხელა პოლიტიკური კრიზისის ქვეშ, რომელიც გამიზნულად ემსახურება ბრიტანელ, ანუ ადგილობრივი ინგლისელების ჩასახლებას და ჩანაცვლების პროგრამას. ეგ ხალხი წარმოიდგინე, ემუქრება საქართველოს, რომ საქართველო მათ დაკრულზე თუ არ იცეკვებს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეხა იღებენ ივანიშვილს. ივანიშვილი რატომ და რატო არა მე? მე არაფერს არ წარმოვადგენ. არც მილიარდები მაქვს, არც იმის რა ქვია ბიზნესმენი ვარ, არც საპატიო თავმჯდომარე ვარ და არანაირი გავლენა არ მაქვს. ახლა გარდა YouTube-ისა და საინფორმაციო ხაზი, ნუ ალბათ ეგეც რო იცოდნენ, მე შემეხებოდნენ, მაგრამ საბედნიეროდ არ იციან. ეხლა უყურე, რომ მიხვდნენ, რომ NGO-მა ჩაისვარეს საქართველოში, ან ფული მიდის და საქმეს ვერ ხმარდება. რამხელა პროპაგანდა არ აგორეს ქვეყანაში. ჩელიაბინსკიდან დაწყებული, დამთავრებული აკაცუკობამდე რა არ გამოგიყვანეს, რა ჯიშის ჰიბრიდები არ შეგიქმნეს საქართველოში, მაგრამ ვერ გამართლე, იმიტომ რომ Deep State-მა არ იცის ქართული ენა, ანგლოსაქსებმა არ იციან ქართული, რომ ვერ იქრინჯებიან ნენსი ვოლანზე მაგალითად, ვერ იქრინჯებიან ანუკა შორშოლიანზე, ვერ იქრინჯებიან გიორგი ახობაძისნაირ არ შემდგარ ჩეგევარებზე. ვერაფერმა ვერ გამართლად. ეხლა გადავიდნენ პირდაპირ, ანუ ეს არის უკვე გეგმა B, ანუ soft power-დან გადავიდნენ უკვე direct attack-ზე, ანუ პირდაპირ დარტყმებზე. თინა ბოკუჩავა, რომელიც ბრიტანეთში არის, აი შათვალეთ საქართველოს არაოფიციალური ელჩი, იმიტომ რომ ყველანაირ დავალებას იქიდან იღებენ. ეხლა ნაციონალურ მოძრაობას რატო აკეთებინებენ? ნაციონალური მოძრაობა მაინც რჩება ყველაზე ძლიერ ოპოზიციად საქართველოში. ნუ დანარჩენმა სექტორმა და ესე თქვათ მათ მიერ გამოყვანილ ჰიბრიდებმა, ანუ ეგრეთ წოდებულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ჩაიჩვეს საქართველოში რა. ანუ ვერაფერი ვერ გააკეთეს. ფული მიდის საქართველოში, USAID დაიხურა, რავი, სხვადასხვა დონორები აღარ არიან. ნუ დარჩა ხა სოროსის სამოქალაქო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციები ეგენი, ნუ ვერაფერს ვერ აკეთებენ ეგენი და გადავიდნენ უკვე პირდაპირ ნომენკლატურაზე. ანუ პირდაპირ ოპოზიციონერებზე. ანუ წარმოიდგინეთ, ეს ქალი ჩადის ბრიტანეთში, ეუნება რომ დაასანქცირე ივანიშვილი იმის გამო, რომ ის არ ცეკავს თქვენ დაკრულზეო. და ეხა ესენი მელაპარაკებია, რომ ეს არ არის უცხო ქვეყნის გავლენა, რომ ეს არ არის საქართველოს ინტერესების მტრობა, რომ ეს არ არის სამშობლოს ღალატი? რა თქმა უნდა ეს სამშობლოს ღალატია. რა თქმა უნდა ეს უცხოური აგენტურაა. ის ხალხი რო ამბობდნენ, არა უკრაინელები სოდის ამბობდნენ ეხა რომ მეორე ფრონტი გახსენითო, არა ეგეთი მოწყობები არ ყოფილა და განახეთ ვიდეო მტკიცებულება. და ეხა თქვენ ხვდებით რამხელა ვირეშმაკობასთან გვაქვს საქმე? რომ გაიგეს ეხა რომ საქართველო აალაგებს სიტუაციებს ისრაელთან დაალაგა, აგერ მაკაბოჭორიშვილი იყო ეხა ბოლოს ისრაელში ჩასული, უსაფრთხოების საკითხებში განვიმტკიცეთ ურთიერთობები. აგერ საქართველომ დაალაგა ირანთან საქმე. საქართველომ დაალაგა თურქეთთან, ნუ აზერბაიჯანს საუბარი ზედმეტი, აზერბაიჯანს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. რუსეთთან გვაქვს გაყინული ურთიერთობა, ჩინეთთან გვაქვს აქტიური დიპლომატიური ურთიერთობა. დაალაგებულია ეს ფლანგი თავინაბოლომდე, ანუ ქვეყანაში არ არის ომი, ქვეყანას აქვს რაღაცი სახის განვითარება მაინც, იმიტომ რომ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენო, რომ 3 მილიონიან ერზია საუბარი, რომელიც 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ნუ ამ გეოპოლიტიკურ, ესე ვთქვათ, ვანდალიზმში, რაც ჩვენ გარშემო ხდება და არაერთი ომი გადავიტანეთ ჩვენს გარშემო, დაწყებული სომხეთ-აზერბაიჯანის იმის რა ქვია კონფლიქტიდან დამთავრებული აგერ ისრაელ-პალესტინა, ეს ხო ჩვენს ყურის ძირში ხდება ხო ყველაფერი. ნუ აღარ მაქვს საუბარი რუსეთ-უკრაინის ომზე. რომ საქართველოს მომხდარიყო და ეთამაშა სწორედ ის პოლიტიკა, რაც მან უდოდათ. და სწორედაც მაგიტომ დაიწყო დასანქცირება ჩვენი პოლიტიკოსების, მაგიტომ დაიწყო ეხა იმაზე რა ქვია მარკო რუბიო შეხვდა, მარკო რუბიო გამოვიდა და თქვა რომ კაია კალას არ ხვდებიო. კაია კალასი არის მეგობრებო ძუკანა ჩვეულებრივი ევრობიუროკრატიის, რატო ეგ არის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კაია კალასი, რომელიც არის გეი აქტივისტი თავიდან ბოლომდე, აი ადამიანი რომლის ხელები არის სისხლში, ესტონელ პოლიტიკოსზე მაქვს საუბარი, რომ დღეს უკრაინელები იხოცებიან იქ. რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში კაია კალასი იყო ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აგორებდა ევროკავშირში მთელს ამ დეზინფორმაციასა და ტყუილებს, ვითომ ჩვენ მათ რუსეთომეები, რომ ვითომ რუსეთის დაკრულზე ვცეკვავთ, რადგანაც არ გავატარეთ მათი პოლიტიკა, არ ვითამაშეთ მათ დაკრულზე და შესაბამისად რა მივიღეთ. აი ესეთი მოღალატეები, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არიან ჯერ კიდევ, მონაწილეობენ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში. შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავს ერთ რამეს, რომ საქართველოს როგორმე უნდა მიაღწიოს დესტაბილიზაციას. პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რომელიც არაერთხელ ცადეს ჩვენ ქვეყანაში და მადლობა ღმერთს, ყველაფერი მარცხით დამთავრდა
ჩვენს ანუ მათ სასარგებლოდ, ანუ ყველაფერი წააგეს აბსოლუტურად რაც ქონა, გადავიდნენ სწორედ აი ამ ტენდენციაზე, რომ პირდაპირ უკვე, მთავარი ოპოზიციური ძალა ხან, რაც არ უნდა ამ ქვეყანაში იძახონ, რომ ქვეყანაში ნაცქოცური ძალის მეტი რამე არსებობს, ეს არის ტყუილი. სხვადასხვა იმ სააკაშვილმა გამოვიდა და მრავალი საუკუნის განმავლობაში ერთი სიმართლე წამოწდა, რომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არც ნაცი ვარო, არც ხოცი ვარო ამ ქვეყანაშიო, არიანო იდიოტებიო, ეს ამბობს სააკაშვილი. სააკაშვილი, ეხა ისეთ სირობებს ამბობს ძირითადად ეხა, მაგრამ რატო დასო, იმიტომ რომ მეტი აზრი არ არსებობს ამ ქვეყანაში. ან შეიძლება გინდოდეს რაღაც განსხვავებული, მაგრამ შენ რო ახედავ, რომ ერთხარ ეს არის ძალა, მართლ პარტიაზე მაქვს საუბარი, რომელიც ფლობს ამ ქვეყანას. და ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა 49.5%-მა მას ანდო ხელისუფლება. მეორე მხარეს ეს დანარჩენი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები რაც არიან იმის იქით, ხო? რომელიც ეხა შენ გინდა არ გინდა, ეხა შენ რავი, შეიძლება გინორის, მეც მინდა დავით აღმაშენებელი საქართველოს, სხვადასხვა უარსა. არასდროს არ ვიტყვი და ჩემი მიზანიც ეგ არის, რომ ჩვენ ეგეთი საქართველოს მივიღოთ, მაგრამ პრაქტიკაში არ არის ეგეთი. დღევანდელი საქართველოს არის პოლარიზებული. მშვიდობა გინდა. სულ რო ქოცები არ გევასებოდეს ხარ ქოცი. შენ თუ ოდნავ გაიფიქრებ, რომ აი სამხედრო კონფრონტაციით ხო არ აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი, ნაცი ხარ ეგრევე. ნაცი ხარ ეგრევე. ანუ ეს ტენდენცია, აი როგორ რას შევადარო ეს ყველაფერი რა. აი ინი და იანი, აი რაღაც დუალიზმია სამყაროში. შავი და თეთრი, წყვრიანი და სინა. აი ესია გაყოფილი ჩვენი საზოგადოება, მეგობრებო. შენ შეიძლება გინდა რაღაც სხვა, მაგრამ იდეას არ აქვს ბექგრაუნდი, რომ შენმა იდეა მიარსევს, ხვდებით? ანუ ბექგრაუნდი არ გაქვს შესაბამისი. აი ეს არის სამარცხვინო, ძალიან ხებოდი ორბანის იმას მინდა მოგასმენინოთ, ერთი ეს არ მინდა გამორჩეს. I was there. I have seen. I'm a უსმინეთ. მე იქ ვიყავი, შემსწრევარ თუ როგორ ეკაჩებოდნენ ამერიკელები გერმანელებს სამომში, არ დაგავიწყდეთ ეს არ ყოფილა თქვენი არჩევანი. მე არ ვიცი როგორ არის ეს ახლა გერმანიაში ინტერპრეტირებული, მაგრამ ომის მხარდამჭერი პოზიცია არ იყო თქვენი არჩევანი. თვითკანცლერი შოლციც კი უწევდა წინააღმდეგობას. მაგრამ რა მიზეზით? რატომ ჰქონდათ ამერიკელებს ომის დაწყების ინტერესი? მოდი დაუბრუნდეთ ფაქტებს. აქ საუბარი არის ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რომ არ აგვერიოს ტრამპის ამერიკასთან მაინც დავამატებ, რომ ვინც არის იცოდეთ. გერმანიის კანცლერი იბრძოდა კვირეების და თვეების განმავლობაში, რომ არ მომხდარიყო გერმანიის ამ ომში უფრო და უფრო ჩართვა. ბაიდენის დემოკრატების ადმინისტრაცია გვეკაჩებოდნენ ჩვენ ყველას, მე არა, მე წინააღმდეგობა გავწია და გვერდზე გავდექი, მაგრამ გერმანელები აიძულეს ჩართულიყვნენ ამ ომში. მე ვუთხარი შოლცს და ყველას მაგიდის ირგვლივ მსხდომებს, თქვენ თუ დაყვებით ბაიდენისგან მომდინარე ზეწოლას და ჩაერთვებით ამ ომში, დადგება მომენტი, როცა ამერიკელები გაიწევიან და ჩვენ მარტო და ზუსტად ეგრაც მოიქცა ამერიკა. მოვიდა ტრამპი თქვა America is out. So ამერიკა აღარ არის ამ ყველაფერში მონაწილე. უკრაინას შეთავაზეს 28 პუნქტიანი სამარცხვინო გეგმარით არის ბიზაგავაროჩინი კაპიტულაცია, აი ესე რომ უთხრა. უსიტყვო კაპიტულაცია. აგერ ჯარისკაცები გამოდიან, კაც ქართველი ლეგიონერების გამოვიდნენ უკრაინაში და მოისმინე რა მათი განცხადება, რომ ანუ ეს პუნქტები რაც იყო, ეს არის შემაძრწუნებლად ესე თქვა სამარცხვინო უკრაინისთვის. და თელი ეს დრო თუ ჩვენ ამ გეგმისთვის დავიხოცეთო, მაშინ საერთოდ ომი რატო დაიწყო? რაზედაც ზელენსკი ვერასდროს ვერ გაცემს ამას პასუხს. მაგრამ თავარი მოტივი აქ მეგობრებო რა არის, იცით? თავარი მოტივი, ნახეთ ახლა რაზე მინდა მე ყურადღება გავამახვილო და ეს არ მინდა ჩვენ შეცდომა აქ დავუშვოთ, რომ მთელი მუღამი ამ ყველაფრის ის არის, რომ ის კი არა კაცო რა მასშტაბები უნდა მიიღოთ ახლა საქართველოს რო რუსეთს ვერაფერს უზავდა ის ვიცით ხო აქ საუბარი დესტაბილიზირებული უკრაინა რომელიც მრავალი წლების განმავლობაში 2022-მდე იკვებებოდა ამ დასავლური ნარატივით, რომ შენ გახდები ნატოს წევრი, შენ გახდები ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ევროპული მთელი ეს მხედრობა არის შენ გვერდზე და ოღონდ შენ კავალერია მოითხოვე და მთელი ევროპა ფეხზედაც აღმოჩნდა მეგობრებო სამარცხვინო ღალატი. უკრაინელი ხალხი აღმოჩნდა განწირული ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ხვალზე, როდესაც მოხდება სადემარკაციო ხაზის ესე ვთქვათ გავლება უკრაინის შუაზე გაიყოფა და ბლეკროკი და მთელი ეს ევრობიოკრატია დაიწყებს აღდგენით პროცესებს იმაში რა ქვია უკრაინის ტერიტორიაზე და ეს ფულები და მთელი ეს კრედიტები და ეს ვალები და ეს დემოგრაფიული კრიზისი, ეს ჩახოცილი ბიჭები და ყველაფერი უკრაინას აზარალებს და ანადგურებს, რომ ისინი ფულს იშოვიან. საქართველოს რატო უნდათ მეორე ფრონტი გაიხსნა აქედან იცი? სადაც მეგობრებო მეტი დესტაბილიზაცია, იქ იყიდება შავი ფული, იქ თეთრდება ფული, იქ იყიდება არალეგალური იარაღი.
რაც კი არა, ეხა უკრაინაში რა ხდება, იცით, ხოდა ეგ არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ ამას შეიძლება ცალკე და გადაცემაც მე ვიდეო გადაცემა არ მიყვარს, მე ხო იუთუბერი ვარ. სხვათა შორის აღარ გთხოვთ, რომ აი გადაცემებს ნუ ეძახეთ, ეს არის ვიდეოები. ჩემი რეაქციები, ჩემი პოზიციები სოციალურ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ თემებზე. ანუ გადაცემები არ მაქვს. ანუ გადაცემაში რა არის, ანუ ქუდები და რაღაც ესე თქვა და მოპიწყინებული არ ვარ. ნუ თავისუფლად გესაუბრებით, როგორც აი ჩემს მეგობრებს, ისე არის თქვენთან კომუნიკაცია. სხვათა შორის აი ხარ რას ვამბობდი, ხო უკრაინაზე ვამბობდი რა ამას. უკრაინაში რა ხდება, იცით, ეს ძალიან საინტერესო თემა და არ ვიცი ეს იცით თუ არა თქვენ რომ ძალიან მოხშირდა უკრაინაში მკვლელობები. აუდ როგორი სახის მკვლელობები, ესა ძალიან საინტერესო. არის ესეთი ანუ ესე თქვა სინდიკატები უკრაინაში, რომლებიც აი დაუშვათ ვიღაც არ გევასება. აი ვიღაც აი რავი აი ახალგაზრდობაში გევასებოდა გოგო რომელიც ვიღაცმა ბიჭმა აგახია. მე ვიცი კონკრეტულად ესეთი შემთხვევები, არ ვიცი ეს გავრცელებულია თუ არა, მაგრამ პირველად შემოგაიგებ. მეგობრებო, როდესაც საუბარი მოქმედებებია შენ ქვეყანაში, არის განუკითხაობა, ანუ ანარქია. ეხა შეგა რა საკეთებენ ის უკრაინელები? შურისა ეხა უკრაინა რო ეხა კორუფციაში შაქცეული და ბანდიტების და ქურდები ეგ ყველაფერი ვიცით. მიყავთ მოტყუებით ადამიანები აი მაგალითად გამოგიძახე ჯარში ვითომ რა. აი ხო ვერ გაიქცევი ახლა ჯარში გეძახე მოღალატე ხო არ ხარ. მიყავთ და ტყეებში და იმებში კლავენ. არაერთი შემთხვევა დაწერილა Telegram-ზე, X-ზე, მათ შორის შემხედრია და სხვადასხვა პლატფორმებზე, რომ ხდება შეკვეთილი მკვლელობები, გამოძიება არ ხდება. ომია ქვეყანაში წარმოიდგინეთ. მაგრამ გამოძიებას ვერ დაიწყებ. რატო ომია შენ ქვეყანაში? უსამართლობას უფევს. ანუ ისე შეგიძლია გააგორო იქ ადამიანი, ვითომაც არაფერი საერთოდ. და ეს განუკითხაობა უნდათ, იმიტომ რომ სადაც განუკითხაობა და კონტროლი არ არის, მეგობრებო, იქ კეთდება შავი ფული, იქ აი რასაც უნდა იმას აკეთებენ. თორე აბა საქართველოს, იმიტომ კი არ უნდა რუსეთის დასუსტება, როგორ უნდა მოხდეს საქართველოსი. ეს შეიძლება უკრაინაზე თქვა, იმიტომ რომ უკრაინა ძლიერია, ხო? ჩვენ და შედარებით ძალიან დიდია, მობილიზებული და მრავალრიცხოვანი, ხო? მეორე ქვეყანაა ბოლო-ბოლო ეხა ევროპის იმით. აი ესეთ არაადამიანობასთან გვაქვს და ესეთ უბედურებასთან და აქ უნდათ საქართველოს წაიყვანათ, გაიგეთ? ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ, ეხლა თქვენ აი ხა შვიდათ რო ზიხართ აქედან უყურებთ. ეს რეალობა რო წასულიყო, ნახეთ, მთელი ეს დრო, ეხლა აი არ მაინტერესებს, უნდა ვთქვა სიმართლე რა. ივანიშვილს როს დომოტა საქართველოს გაყიდვა ძალიან დიდ ფულს იხდიდა Deep State-ი, გაცილებით ბევრს ვიდრე MR-ი და ეს რაღაც ხაპრებს ეხა როგორ არაბიზაცია და ეგენ. ეხა უყურეთ. გაცილებით ძვირი, ანუ გაცილებით ძვირად ფასობდა მათთვის საქართველო. და ივანიშვილი რო ვერ მოისყიდეს და ვერ გადაიბირეს. რატო ვიცით ამის ფაქტები, ხო? სანქციები, უკანონოდ გაყინული თანხები, კრედიტ სუიზე მაქვს საუბარი, ოფშორულ ზონებზე, ბიჭო, ოფშორული ზონა, საერთოდ კანონმდებლობა არ ეხება და იქ გაუყინეს ფულები. იმის გამო რომ მან არ გადადგა ის ნაბიჯი, რომ საქართველოს უნდა ჩაერთო ომში, ქართველები უნდა მომკვდარიყვნენ. ამაზე რო უარი თქვა და შანტაჟმა ვერ გაამართლა ვერაფერმა. გადავიდნენ უკვე პერსონალურ დასანქცირებაზე. ეხა აი აქ სულ არ მათარდებს ეხა ვის რა ნარატივს გაუშვებს ეხა რომ შენ ესეთი ხარ, ის იმას უწევ, ამას იმაშვები, ამას მე ვამბობ სიმართლეს მაო. ივანიშვილის რატო ხდება ივანიშვილზე თავ? ივანიშვილს აქვს ფული. მე კი არა, მაგრამ ჩემზე არ მოხდება თავდასხმა, რა ვისაც ჩანდაბაში ჭირდები. მთელი ეს დრო მიდის შანტაჟი, მანიპულირება, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, აი ესე დაასრულებ. შენ თუ ახალგაზრდებმა ეს არ იცოდნენ. და მე მის კიდევაც ახლა ვერს ვერ მოეთხოვება. ახლა მე ძალიან ესენი მაქვს შესწავლილი, ხო Deep State ცნობ ანატომიურად, აი როგორც ექიმა რო გაჭრას ახლა, აი გვარების სახელები მათი ყველაფერს არ ვამბობ სპეციალურად, ამაზე ცალკე იმე არაერთი მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ცალკე აგიხსნით რამხელა კავშირებია, ოჯახები როგორთან, ეს თქვენ გონიათ რომ ვიღაცა ის არის რა ქვია, პოლიტიკური ისენი არიან, ახლა კაისტრამელი და მაკრონის და შოლცის გადაწყვეტილი არ გაიშოს ამ ქვეყანას. ვინ გაუბედავდა ბიჭო ისრაელს პალესტინის აღიარებას? ეს იყო ანგლოსაქსების დაკვეთა, რომ ისრაელისთვის მიეყენებინათ დარტყმა, რადგან ისრაელში არიან სიონისტები. სიონისტებს და ანგლოსაქსებს ერთმანეთის ზულთ. ანგლოსაქსები არიან სიონისტების და ქართველების მტრებიც. ამიტომ ჩემი ტრის ტერი არის ჩემი მეგობარი. საქართველოს ამ პოლიტიკით საზრდოობს. ეხლა პოლიტიკა ზოგადად არის პოზიციონერული, ესე ვთქვათ, იმპლემენტაცია. პოლიტიკა არის ცვალებადი პროცესი, მეგობრებო. პოლიტიკა არ არის რაღაც სტატიკური, რომ ყოველთვის ესე ვიქნები. შეიძლება მაგალითად ახლა ქოცები რომ მოვიდნენ 22-ში, იყვნენ სოციალ-დემოკრატები, მერე გახდნენ კონსერვატორები. ეს არის პოლიტიკური, ესე ვთქვათ, პოზიციონერობა. ეს არ დაგავიწყდეთ თქვენ ის თემები, რა ქვია, რომ ჩვენი საშინაო პოლიტიკის გარდა არსებობს საერთაშორისო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა.
ანუ შენ ეხლა ძალიან გულით მე მინდა მაგალითად საქართველოში არსებობდეს კანონი რომ არალეგალებს კი არა საერთოდ არავის უცხოელს არ შემოუშვებ. აი მე მინდა მე პერსონალურად ჩემი აზრია რომ აი ინდოელები და პაკისტანელების დანახვა არ მინდა ქვეყანაში. მაგრამ ეხლა უყურეთ რა ხდება. მე რომ ეს კანონი მივიღო, მე რომ მთავრობაში ვიყო და ეხლა ეს კანონი მივიღო რომ ბრიტანელების და უბრალოდ ინდოელების და პაკისტანელების დანახვა არ მინდა. მეორე დღეს ამაფეთქებენ. რას ნიშნავს აფეთქება? ნახეთ, სოფლიოში არსებობს გაეროს უშიშროების საბჭო, ნატო, სოფლიო ბანკი. და არაერთი საერთაშორისო კორპორაცია თუ ორგანიზაცია, რომლებთან თანამშრომლობის გარეშე შენ ქვეყანა ისეთ იზოლაციაში გაგახმევენ, რომ თავრობა კი არა, მთელი სისტემა დაგექცევა თავზე. ამიტომ შენ რა უნდა გაკეთო? ჭკვიანი, თავრობა ჭკვიანი რა შემთხვევაში იყო? აი მათ შორის თავრობასაც ვაძლევ მე ამრჩევას. რომ მესმის რომ შენ ვერ აკრძალავ. მაგალითად აი ინდოელის აქ შემოშვება. სიტყვაზე ვამბობ, აი პრიჩომ ვამბობ ამ თემას. მაგრამ შენ უნდა შექმნა ისეთი კანონები ქვეყანაში, რომ ბინადრობის უფლება იყოს რთული. მოქალაქეობა არ უნდა გაიცემოდეს, სამუშაო ვიზები უნდა იყოს ძალიან რთული, რომ კომფორტულად თავი ვერ იქცნოს. აი ეს არის დიპლომატია, მეგობრებო. რომ ვერც დასავლეთს ვერ გადაიმტერებ ამით, ვერ ჩრდილოეთს, ვერ სამხრეთს და ვერავის. და შენ გაქვს ეგეთი ადგილობრივი ლოკალური კანონები. შენ უნდა კანონებს უნდა დაემორჩილნონ ისინი. შენი ქუდი უნდა დაიხურონ. რომ მართლმადიდებლობა არის ჩვენი სარწმუნოება და მართლმადიდებლობა არის უმრავლესობა საქართველოში, რომ ჩვენ როდესაც აღნიშნავთ მაგალითად საეკლესიო დღესასწაულებს, რომ ეს ქუდი მუსლიმაც უნდა დაიხუროს, ებრაელმა ყველა, იმიტომ რომ ეს არის საქართველო, ქრისტიანული ქვეყანა. აი ამაში ვიქნებით ჭკვიანები, მეგობრებო. ამიტომ მე ყოველთვის კიდევ ერთხელ გირჩევთ იმას, რომ სანამ ამ თემებს თქვენ კარგად არ შეიცადეთ, ეს ახალგაზრდობამ არ იცის ეს თემები ძირითადად რა. ეხლა უკვე ბევრი ნენელა ხდება, ეხლა ბევრი ჯენზი ჩაიმაყურებელი ხდება, კაცო და ხდება აი სოფლიო პოლიტიკა როგორ იმართება. ანუ ეს კი არ არის ჩემი სურვილია ესეთი. ეს არის რეალობა უბრალოდ. მე კიდევ ერთხელ ჩემი სურვილი რო იყოს, აი დავით ახმაშენებელი მინდა რომ საქართველოში იყოს, გიორგი ბრწყინვალე, ოქროსხანის საქართველო, რავი, ყველანი ბედნიერები იყოთ, ყველას ფული ქონდეთ, ყველა ჯანმრთელები, ეს არის ჩემი ოცნება. რომ ყველა ქართველი იყოს კარგად. მაგრამ მეორეა რეალობა რა არის? რა შესაძლებლობა გამაჩნია მე? რა შესაძლებლობა გაგაჩნიათ თქვენ? მე ყოველთვის ვიხსენებ და მომყავს ციტირებად ის სიტყვები კენედიმ რო გამოვიდა და თქვა და მიმართა ამერიკელ ხალხს. ნუ ეკითხებით მთავრობას რა უნდა გააკეთოს თქვენთვის? კითხეთ საკუთარ თავს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის. აი ეს არის გენიალური რამ. ამიტომ მეგობრებო, მე ამ ყველაფრის ილუსტრაციას ატო ვახდენ შიგადაში. თქვენ იცოდეთ ვინები არიან საქართველოს რეალური მტრები. იმიტომ რომ არ ცოდნა ისტორიის ჩვენ ძალიან ზვირად დაგვიჭდა უკვე. ძალიან ზვირად დაგვიჭდა როგორც ერს. და ეხა 90-იანებიდან იქ ისეთი ქორი იქ არის. არავინ არის იდეალური ამ ქვეყანაზე, არც მე და საერთოდ არავინ, რომ იესო ქრისტე არავინ არ ვართ. ყველას უშვებ შეცდომებს. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ, როდესაც ჩანხარ მით უმეტეს. ეხა მე როდესაც ჩანვარ, მე უფრო მეტ შეცდომას უშვებ ვიდრე შენ, რატო? შენ ეხა უყურებ ამ ვიდეოს. მე რავი შეიძლება წყალი დავლიო არასწორად და ამაზე მითხარ ნიკუშ მუსოვ ესე რომ რატო? იმიტომ რომ ვინც ჩანს შესაბამისად იმის ანუ თელი ეს ღვარცოფი მიდის იმის მიმართულებით. და განსხვავება აქ ეხა ივანიშვილთან რატო მიდის კონკრეტულად? ხო, იმათმა ძალიან კარგად იციან, ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება, რომელიც ითვლება არაფორმალურ მმართველად და ეს ბრიტანეთმა იცის, შესაბამისად საქართველოს ინტერესები დევაჭრება კონკრეტულად ივანიშვილს. კონკრეტულად, ანუ მე კიდევ ერთხელ მე რატო არ მევეჭრებიან? მე უკონელი ვარ. მე რო ვიყო მილიარდელი, ჩემთანაც მოვიდოდნენ და მეტყოდნენ ეხა მაგალითად. ნიკა თუ გინდა საქართველო მიარსებოს და შენი ფული თუ გინდა დაგიბრუნდეს, მაშინ უნდა გაყიდო შენი ქვეყნის ინტერესები. მე არ გავყიდიდი. ხო რა, რავი, დავლევდი წყალსა და პურს. ნუ ეს უტრირებულა თორე იმის ფული მაინც მექნებოდა ასატრინა შემეჭამა, მაგრამ ის დანარჩენი ფული იქ დარჩებოდა. რატომ? აი ის კრედიტ სუიცი და ისინი ხო არიან კაცო დემოკრატიული, ის ოფშორული ზონები, ეს ხო ევროპულ სამართალს ექვემდებარებიან და რავი თელი დემოკრატიის შუქურა. ბიჭო, პირდაპირ არალეგალურად ართმევენ ადამიანს ფულს, რომ არ ყიდის ქვეყნის ინტერესებს. ეს ხო ფაქტია, აგერ აი ძმაო, მაგის სტატიები განახეთ, აი, ეს ხო ფაქტია, აი, ხო ხედავთ. ქალი ჩადის იქ, ჩემი ქვეყანა დაასანქცირე იმის გამო, რომ თქვენ დაკრუზე არ ცეკვავსო. და მე მეტყვიან, რომ აი ძალიან რაციონალურად უყურებს საერთოდ პროცესებს. და მე გირჩევთ, რომ ამ რაციონალურად შეხედოთ ყველაფერს. რადგანაც ანგლოსაქსების დამსახურება სწორედ ევროპაში ხარ რაც ხდება, აგერ ევროკავშირმა უკვე დაავალდებულა საკუთარი წევრი ქვეყნები, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დააკანონონ, ოფიციალია შეგიძლია როუტერსმა გადაუცა, აი დააპაუზე ვიდეო, გადადი როუტერზე და წაიკითხე, თუ მე შენ რამეს გატყუებ ხა, წაიკითხე, რატო ემსახურება
ტესტოსტერონ დაგდებული ადამიანი იმართოს მარტივად. ეს არის მთელი ამოცანა მათი. ეს არის ისთვისაც ბრძოლობენ. ევროპული ცივილიზაცია დასცეს მაგათმა. ჩვენ რომელი ევროპას გვინა, ეგ ევროპა აღარ არსებობს უკვე. თორე ევროპა რა თქმა უნდა ცივილიზაციის ცენტრია. ევროპაში წარმოიშვა ყველაფერი ადამიანური რაც კი არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს ოკუპირებულია ევროპა. ოკუპირებულია სწორედ ანგლოსაქსების მიერ. ანგლოსაქსები, რომლებიც მონაწილეობენ ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში მთელი ევროპული პოლიტიკის ნომენკლატურაში, deep state, რომელიც ნიშნავს ღრმა სახელმწიფოს, რომელსაც აქვს თურქული ეტიმოლოგია, როდესაც არაფორმალური შეერთებული ძალები ერეუდნენ თურქეთის პოლიტიკურ საქმეში ტერმინი მაქედან წარმოიშვა, ეს ნიშნავს, რომ ელიტა განაგებს პოლიტიკურ mainstreams. ელიტას კიდე ჭირდება მორჩილი ადამიანები, მანიპულირებადი ადამიანები და ვინები არიან ეს ადამიანები? აფრიკელები და ზანგები, რომლებიც ჩაყავთ ევროპაში და მათ აძლევენ მოქალაქეობას, გირვანქასტერლინგებს, საცხოვრებელ ფართებს და საკუთარ ქალებს. აი ეს არის მეგობრებო, დანაშაული, რომელსაც ჩადის ანგლოსაქსების საკუთარი მოსახლეობის მიმართ. რატო? იმიტომ რომ უნდათ რომ მოწყვლადი ფემინური საზოგადოება, ანუ ეგრეთ წოდებული ნახირი მიიღონ. ეს არის მათი პოლიტიკა. იგივე უნდათ საქართველოში, მაგრამ კოვზი ნაცარში უვარდება და უვარდებათ. ფაქტების სახეზეა. ყველა ფაქტი დავდე რაც დასადები იყო. ყველაფერი ძალიან საჭირო და საინტერესო ლოგიკური კურსი წავიყვანე. რამე თუ მე გამომრჩა, შეგიძლია დაამატოთ კომენტარებში. მაგრამ ამ თემას ჩვენ არაერთხელ შევეხებით და არაერთ იმ დრაკონის კუდის მოქნებას სირაქლემის პოზიციიდან, რასაც ახლა ევროპელები აკეთებენ, რომ ისინი მანიპულირებენ იმით, რომ საქართველოს თუ არ იცოქოს მათ დაკრულზე, საქართველოს მოიხსნება მაგალითად უიზო მიმოსვლა ევროპაში. ქართველებს შეეზღუდებათ ბევრი სხვადასხვა სოციალური დახმარებები, რომელიც იქიდან მოდიოდა. თორე ვისა თქვენ მართლა გონიათ, ევროკავშირი ხიდს რო აგიშენებდა, რასაობ, ჩემი ლამაზი თვალებისა, შენი ლამაზი თვალების გამო აკეთებდა. ეს ყველაფერს გათვლას გიკეთებს. გიდებს 1 მილიონს, შენგან 100 მილიონს ამოიღებს მე. ეს ძალიან მარტივი კომბინაციებია, რომელსაც აკეთებენ. რომ გოიმები, აკაც უკო გოიმდება. ამაზე, ოიმე, ევროკავშირმა ხიდი გაიყვანა. ოიმე, ევროკავშირმა ის დააფინანსა. რატო? იმიტომ შენ ეგეთი იმბეცილი რო იყო, სწორედ მაგიტომ აკაცუკო ეგეთია. აკაცუკო იზმი ეგ არის, რომ მას, ანუ სიალალი შეერა ხალხო. ალალი, ანუ ვიღაცა შეერა, რომ ეხა ის კაირ სტრამერი რო იღვეძებს ბრიტანეთში ჯერა, რომ საქართველოს ადარდებს ეხა იმას. რომელსაც დედა აქ ნატირები რეიტინგი აქვს 0-ზე დასული საკუთარ ქვეყანაში და ფარაჯი, რომელიც ასევე ძალიან განთქმული ბრიტანელი მემარჯვენე არ არის, ისიც კი ბევრად უსწრებს მას. ამიტომ მეგობრებო, იცოდეთ ისტორია, სწორად შევაფასოთ ყველანაირი პოზიციების სწორი პოზიციიდან, მე ეს ყველაფერი თქვენ განახეთ, რომ იცოდეთ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის საქართველოს იყოს, საქართველოს შეინარჩუნოს სტატუს quo, საქართველოს შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები და საქართველოს განიმტკიცოს განვითარება და მშვიდობა მთელს ჩვენს რეგიონში. და დალშე სირაქლემას პოზიციიდან რაც უნდათ ის გაუხსელებიათ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და დაგემშვიდობებით რამოდენიმე დღით, დროებით.